მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? იმედია ყველანი კარგად გრძნობთ თავს. დღევანდელი ჩართვა მინდა დავიწყო იმით, რომ ზოგადად ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს ის, რომ წარსულზე არის ჩაციკლული, ვერ გამოდის წარსული სიტუაციებიდან და არსებობს კიდევ მეორე უკიდურესობა, როდესაც ადამიანი განუწყვეტლივ დარდობს მის მომავალზე. მომავალზე დარდი უკეთესი ვარიანტია, რა თქმა უნდა, მაგრამ მეგობრებო, არის კიდევ ერთი ყურადღების მისაქცევი საკითხი, როდესაც მომავალზე ისე დარდობ, ისე განიცდი, აი მე რა იქნება, რა მოხდება და ასე შემდეგ, რომ აი ამ წუთას, ამ მომენტში შენ ცხოვრებაში შეიძლება ისეთი კარგი რაღაცები ხდებოდეს, რასაც საერთოდ ვეღარ აქცევდე ყურადღებას, რეალურად ვეღარ აღიქვავდე იმ დონეზე, როგორ დონეზეც არის საჭირო. შენ ცხოვრებაში შეიძლება ხდებოდეს ისეთი რაღაცები ამ წუთას, რაც წესით უნდა გაბედნიერებდეს, მაგრამ შენ აი მომავალზე დარდობ, იმიტომ რომ არ გაქვს რაღაც ხელჩასაჭედი თითქოს, რომ აი მომავალში დარწმუნებული არ ახარ როგორ იქნები. და ამ დროს აი ამ ყველაფრის გამო რეალურად შენ ცხოვრებისგან სიამოვნებას ვერ იღებ. და ესეც საკმაოდ ისეთი საკითხია, მეგობრებო, დასამუშავებელი, ასე ვთქვათ, დასამუშავებელი საკითხი ადამიანში, რაც აუცილებელია, რომ მიაქციოს ადამიანმა ყურადღება ამ ყველაფერს, რადგან ჩვენ ამ სამყაროში იმიტომ ვართ მოსულები, რომ მივიღოთ სიამოვნება, მივიღოთ გამოცდილება ამ ცხოვრებისგან. თუმცა საკმაოდ რთულია ეს ყველაფერი. ის უფრო ადვილია, რომ ვინერვიულოთ, განვიცადოთ რაღაცაზე, ვიდრე ის, რომ ამ ცხოვრებისგან მივიღოთ სიამოვნება. ალბათ დამეთანხმებით. და თუმცა უნდა ვიცადოთ აუცილებლად, რადგან ჩვენი ამ ცხოვრებაში მოსვლის პრინციპი არის ის, რომ ჩვენ მივახციოთ ზუსტად აი მაგ მომენტს, რომ შევიგრძნოთ და ვიხაროთ ეს ცხოვრება, სიცოცხლე და ვიზრუნოთ ჩვენს თავებზე, ჩვენს საყვარელ ადამიანებზე. არ ვიცახი იმას, რომ არ ვიფიქროთ მომავალზე, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ, იმიტომ რომ ესეც ჩვენი გასავლელი ცხოვრებაა, რა იქნება ჩვენს მომავალში, მაგრამ არა ისე, რომ აი ამ წუთას ჩვენი რეალობა რაც არის, ვერ აღვიქვათ და გადართულები ვიყოთ იმის გამოსწორებაზე, კი არა იმის, ასე ვთქვათ, იმაზე ნერვიულობაში დავხარჯოთ დრო, რა იქნება მომავალში. ამიტომ ვეცადოთ ვიფიქროთ იმაზე, რა იქნება ახლა, დღეს რა იქნება, მაქსიმუმ ხვალ რა იქნება, ჩამოვწეროთ ხვალინდელი გეგმები, როგორ მოვიქცევით, რას გავაკეთებთ და მოვა ის მომავალიც, რაზეც ძალიან ნერვიულობთ. და ზუსტად ის ქმედებები, რასაც აი ახლა გავაკეთებთ, რომ შევიგრძნობთ ჩვენს რეალობას, ჩვენს აი ამ წუთას სიტუაციას, რაც გვაქვს, ხო? აი ეს ყოველდღიურობა მოგვიტანს ზუსტად იმ მომავალს. ამ ყოველდღიურობაზე ფიქრი მოგვიტანს ზუსტად იმ მომავალს, რაზეც ჩვენ განვიცდით ძალიან. ამიტომ ძალიან კარგი იქნება, რომ მივაქციოთ ყურადღება ჩვენს დღევანდელ დღეს. კარგი, აღარ დავიწყებ ბევრ საუბარს და მოდი გავიგოთ ჩვენი ჩაფიქრებული პიროვნება, თქვენი ჩაფიქრებული უფრო სწორად, მე არავის ვიფიქრებ. თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება, რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით და რას გრძნობს, აი ესე სტანდარტულად. მე ზოგადად არ მიყვარს ხოლმე ესეთი სტანდარტული ხშირად რაც რა გაშლებით სტრიალებს ხოლმე სოციალურ ქსელში, მაგრამ
არის საერთოდ ეს ადამიანი, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ. ეს წარმოადგენს, რომ მიხვდეთ, რამდენად რეზონირდება თქვენზე. ვინც პირველად მიყურებთ, იცით, რომ არ მაქვს ვარიანტები, მაგრამ ერთი და იგივე კითხვას ვსვამ ბევრჯერ. რომ ერთზე ერთი რეზონირდება, მეორეზე მეორე. კარგი. ჩაიფიქრეთ თქვენი პიროვნება, თქვით მისი სახელი და გვარი და გავიგოთ, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, რას ფიქრობს და რას გრძნობს თქვენ ჩაფიქრებული ადამიანი. Просто პირველ რიგში გავიგოთ, ვინ არის თქვენ ჩაფიქრებული ადამიანი, რას წარმოადგენს. მოდი ამ გადმოსახედიდან ვისაუბრებ, იმიტომ რომ ტარო ამ ენერგიებს მიჩვენებს, აი ამ წუთას რაც ხდება მის თავს და ზოგადადაც რაღაც საერთო ფონი, საერთო დახასიათებას ვიტყვი ამ პიროვნების. ეს ადამიანი რეალურად მეგობრებო გატრიალებული, რასაც არ გამოხატავს გარედან, მოკლედ აქვს აი ეს მდგომარეობა, გატრიალებული არის გრძნობებიდან, სადაც თავს ძალიან ბედნიერად და სტაბილურად გრძნობდა საკმაოდ მეგობრებო, მაგრამ მე არ ვიცი რა მოხდა თქვენს შორის, ეს ადამიანი წავიდა გატრიალდა გრძნობებიდან, რამაც ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა. რეალურად ეს ადამიანი არ გამოხატავს, მაგრამ მას შიგნით აქვს ისეთი დამთრგუნველი ემოციური ფონი, უფრო მენტალურს ვიტყოდი და იმდენი მტანჯველი ფიქრები აწუხებს ამ ადამიანს, რომ შეიძლება ღამით უძილობებიც ჰქონდეს, რაღაცა იცით რა მომენტი აქვს, შეიძლება მესიჯებს კითხულობს, ან რაღაცა ისეთ საუბარს ან მიმოწერას იხსენებს თქვენსას და საკმაოდ ცუდად გრძნობს ეს პიროვნება თავს, ეს შინაგანად, მაგრამ ის რეალურად ეს ადამიანი ისეთი იმედგაცრუების პოზიციაშია საკმაოდ და რაღაცა დონის ილუზიებში ეს პიროვნება, არ ვიცი, რა მოხდა მის თავს მართლა, მაგრამ როგორც წევან აღნიშნე, საკმაოდ ბევრი ფიქრი აწუხებს, ძალიან ბევრი ფიქრი, ანუ ისეთ როგორ მდგომარეობაშია, მართლაც აი როგორ გითხრათ, ფიქრობს იმაზე, რატო დაემართა ეს, რატო და შეიძლება იმაზეც კი ბრაზდება, რატო მეფიქრება ამდენი ამ საკითხთან დაკავშირებით და ეს საკითხი არის ზუსტად ის სიყვარული. ეს ადამიანი ირჩევს სიყვარულს, მაგრამ ამ წუთას არის ასეთ მდგომარეობაში, რეალურად აი არ ვიცი როგორ გითხრათ ახლა, ამ ადამიანის დახასიათებას ვიძახი და რეალურად მის მდგომარეობას მიგდებს. ანუ მისი მდგომარეობა მაჩვენა ტარომ, რა მდგომარეობაშიც არის, რატომაც ალბათ საკმაოდ ისეთი ნეგატიური ენერგეტიკა აქვს ამ წუთას, რომ კონკრეტულად აი ეს ამ წუთას მდგომარეობა ამოვიდა და ამას მაჩვენებს ტარო. საკმაოდ ისეთია, უშანსოდ გრძნობს თავს, აი ეს სიტყვა მომდის, ახლა რატომღაც იცით როგორი მდგომარეობა აქვს. შეიძლება რეალურად უნდა რაღაცის მცდელობა, მაგრამ არ იცის რამდენად გამოუვა. შეიძლება ცდილობს, აი თუ დავუშვათ მესიჯის დაწერა უნდა დაწერს წაშლის. აი რაღაცა ესე არაფერი არ გამოსდის ის და რაღაცა ისეთი ილუზიურ მდგომარეობაშია ეს პიროვნება. აქ დახასიათება რადგან არის, ვიტყოდი იმასაც, რომ
არ ვიცი ხა ეს თქვენთან ურთიერთობას რამდენად ეხება, ალბათ თქვენთან ურთიერთობას ეხება, მაგრამ ეს პიროვნება კონკრეტულად სიყვარულის გამოა და სასიყვარულო ურთიერთობის გამოა ასეთ მდგომარეობაში, ძალიან ილუზიურ სიტუაციაში და კიდევ რადგან მისი დახასიათებაა ვიტყოდი იმასაც, რომ შეიძლება ეს პიროვნება საკმაოდ იცით როგორი ტიპაჟია, ცოტა ისეთი წაუნარცისებს, ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ ფიქრობს, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, რა დღეშიც არის კონკრეტული საკითხის გამო, ამის მიუხედავად ფიქრობს, რომ მას მაინც ბევრი არჩევანი აქვს. და პირველ რიგში ყოველთვის ირჩევს საკუთარ თავს ეს პიროვნება. მაგრამ თუ სიტუაცია და საკითხი ეხება დაუშვათ კონკრეტული ადამიანის არჩევს და კონკრეტულ ადამიანის გამო არის ასეთ მდგომარეობაში, ხო? ეს ადამიანი მაინც ფიქრობს იმას, რომ მე მაინც ბევრი არჩევანი მაქვს. აი ძალიან იცით როგორ ჩამოუყალიბებელი ტიპაჟია, ამ წუთას ასეთ ენერგიებში ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი სრული ქაოსი აქვს თავში, ილუზიური, არ იცის როგორ მოიქცეს, არ აქვს იმის თავი, რომ რაღაც ნაბიჯები გადმოდგას, ან შეიძლება გადმოდგა კიდეც, მაგრამ ეს მხოლოდ რაღაც უბრალო აქ ხარ, ან როგორ ხარ და всё და აი მხოლოდ ეს იყო. ეს მოწერილობა იყო მხოლოდ მისგან, მისი ნაბიჯი. რეალურად რო არაფერს არ ნიშნავს, ანუ ის მისი ნაბიჯები არაფერს არ ნიშნავს. ხო, აი ასეთ ენერგიებში იმყოფება ამ წუთას თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება. არ ვიცი, რამდენად იცით და რამდენად მიხვდით, რომ ეს თქვენი პიროვნებაა. მოდი უფრო მეტად დავაზუსტებ, ხო? ეს კი მისი ენერგიებია ამ წუთას, მაგრამ ზოგადად როგორი პიროვნებაა თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება, აი ზოგადად როგორი ადამიანია. საკმაოდ იცით როგორი ტიპაჟია? აი უფრო მეტად მარტოობისკენ მიდრეკილი ადამიანი, რომელიც მარტოობაში პოვებს ჰარმონიას, ასე ვთქვათ. აი მარტოობაში გრძნობს თავს ძალიან კარგად. და ისე რეალურად საკმაოდ იცით როგორი ტიპაჟია, ან საკუთარ თავთან აქვს სულ რაღაც ბრძოლები, უფრო ვფიქრობ რომ საკუთარ თავთან, იმიტომ რომ საკმაოდ მარტოსული ადამიანია და უყვარს მარტოსული კი არა, უყვარს მარტოობა და თავს გრძნობს ძალიან კარგად, როდესაც მარტო არის. აი ესეთი პიროვნება არის მოსული ამ წუთას და ესეთი პიროვნებაა ის ადამიანი, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ. თუ ემთხვევა ეს დახასიათება ამ ადამიანს, თქვენს ჩაფიქრებულს მოусმინეთ. ან პირველი, ან მეორე. კარგი. მოდი ამას ავიღებ. მოდი გავიგოთ, რას ფიქრობს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება, თქვენთან დაკავშირებით, რა ფიქრები აქვს. რა ფიქრები აქვს თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას თქვენთან დაკავშირებით. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ამ ადამიანს, ანუ არ ვიცი რა სიტუაცია თქვენ შორის, მაგრამ მაინც თავის შინაგანად მაინც ასე ფიქრობს ეს პიროვნება, რომ თქვენ ხართ მის ცხოვრებაში საკმაოდ სტაბილური ადამიანი. აი შეიძლება თქვენ არ გაქვთ ახლა ურთიერთობა, შეიძლება ისიც ითქვას, რომ მის ცხოვრებაში კიდე სხვა პიროვნებაც არის, მაგრამ თქვენ მიწია გაჩერება უკაცრავად. თქვენ მაინც ხართ მის ცხოვრებაში საკმაოდ სტაბილური პიროვნება. რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით, რა ფიქრები აქვს? ფიქრები ვიკითხე და აქ უკვე
ემოციებიც მაჩვენა ამ ადამიანს საკმაოდ ისეთი ემოციებიც აქვს თქვენთან დაკავშირებით უყურეთ აი ამ დასტაში როგორი სამიანის თასების სამიანია ანუ პარტნიორი მამაკაც ყავს ორი მაგრამ იხედება გვერდით სხვა უზის მაგრამ იხედება სხვისკენ უყურეთ აი ზუსტად წეღან რაც ვთქვი აი ეგ მომენტი აქვს ზუსტად ამ ადამიანს ვისაც გაქვთ აი ესეთი სამკუთხედური სიტუაცია მეგობრებო იცოდეთ რომ აი ესეა საკმაოდ ისეთი ემოციები აქვს ამ ადამიანს თქვენს მიმართ ფიქრები აქვს ის რომ უნდა ისევ რაღაცნაირად გაერთიანება თქვენთან უნდა ისევ იყოთ მესამე პირი მასთან მის ცხოვრებაში ფარული ეტყობა თუ გქონდათ ადრე აი ესეთი ურთიერთობა ფარულად ხვდებოდით ერთმანეთს ამ ადამიანს ისევ იგივე ტიპის ურთიერთობა სურს და კიდევ აქვს ფიქრები ის რომ აუცილებლად ეს ურთიერთობა უნდა მართოს თვითონ საკმაოდ ისეთი манипуляტორული ტიპაჟია და ფიქრობს რომ სხვანაირად არ გამოვა ეს უნდა იყოს ესე თვითონ როგორც იტყვის ისე უნდა იყოს სხვანაირად არ იქნება ასეთი ფიქრები აქვს კიდევ რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება კიდევ რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ ახლა ამ შემთხვევაში ხო ამ სიტუაციაში მეგობრებო ან ერთი ან მეორე წასული ხართ ამ ურთიერთობიდან თითქოს აი იცით როგორი გატრიალება აი წეღან რაც ვთქვი ხო რეალურად თითქოს არაფერს არ გაძლევდათ ეს ურთიერთობა უკვე ტკივილის გარდა და იმედგაცრუების და ილუზიების გარდა მაგრამ ეს ადამიანი მაინც ფიქრობს იმას რომ მაინც უკვე 2 წუთი ამოვიდა და რაღაც ახალი უნდა დაიწყოს თქვენს ურთიერთობაში შეიძლება მოხდეს ისე რომ საკმაოდ მოულოდნელად გადაწყვიტოს ამ ადამიანმა და მოულოდნელად გადმოვიდეს რაღაც ტიპის ნაბიჯებზე, რაღაც შემოგთავაზოთ თავიდან დაწყება ყველაფერს, მაგრამ შეიძლება ფიქრობდეს კი არა და ფიქრობს იმასაც, რომ იმედები შეიძლება გაუცრუდეს. საკმაოდ როგორც დახასიათებაში ვთქვი, საკმაოდ ილუზიური ტიპაჟია ეს ადამიანი. კარგი, მოდი გავიგოთ. ახლა გრძნობებზე გადავიდეთ. ვინც ახლა თქვენ ჩაიფიქრეთ, რას გრძნობს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება თქვენთან დაკავშირებით. ვინც ახლა თქვენ ჩაიფიქრეთ, რას გრძნობს ეს ადამიანი თქვენს მიმართ. ამ სიტუაციაში რას გრძნობს იცით, აი გრძნობებს ვიკითხე და უყურეთ რეალურად ეს ადამიანი ამ წუთას არაფერს აი ძალიან ცოტას გამოხატავს, ძალიან ცოტას იღებს თქვენს მიმართ, ხო? ემოცია, გრძნობა, ყველაფერი ძალიან ცოტა არის. საკმაოდ რაღაცნაირად დაცარიელებულები ხართ ორივე აი ამ თქვენს ურთიერთობაში, შეიძლება რაღაც ცუდი ეტაპი გაქვთ, მაგრამ რეალურად გრძნობებს რაც ეხება, საკმაოდ დიდი გრძნობები აქვს ამ პიროვნებას, მაგრამ როგორი იცით, რომ აი მარტო საკმაოდ ისეთია, რამდენჯერ გავიმეორე სიტყვა საკმაოდ ეგოისტი ტიპაჟია და მარტო მე აი ამ ურთიერთობაში ჩვენ არ არის. ჩვენ არის მხოლოდ აი ამ სიტუაციაში შეხედეთ, როდესაც ცუდად არის საქმე, ორივე ცუდად ხართ, მაგრამ როდესაც ბედნიერებაზე მიდგება საქმე, მარტო ის უნდა იყოს ბედნიერი. ანუ შეიძლება უნდა კიდეც თქვენც იყოთ, მაგრამ რეალურად ამისთვის ის არაფერს არ აკეთებს და შეიძლება აღმოჩნდეს ის, რომ თქვენ უფრო მეტი გააკეთოთ, ვიდრე მან, იმიტომ რომ ეგოისტი ტიპაჟია და ხო, მარტო ფიქრობს საკუთარი თავის კარგად ყოფნაზე, ურთიერთობაშიც და ყველგანაც. და რას გრძნობს რომ ვიკითხე, ყველაზე ყურადღების მისაქცევი რაც იყო, ის არ ვთქვი. ეს ყველაფერი იცვლება თქვენს ურთიერთობაში და აი რა იცვლება, მოდიება, ეს გრძნობები იცვლება ამ ადამიანს თუ რა ტრანსფორმაცია ხდება, ვიკითხოთ. საინტერესოა. აი ახლა რაც ვისაუბრე, მეგობრებო.
ესეთი ურთიერთობა გქონდათ და ახლა თუ გაქვთ ცოტა დაპაუზებული ან გაჩერებული ურთიერთობა ან დამთავრებულის, თუნდაც აი ამ ურთიერთობაში აი ეს წინ მანამდე რაც იყო, ეს ყველაფერი იცვლება, აბსოლუტურად ტრანსფორმირდება და ეს ადამიანი უფრო მეტი სტაბილურობით აპირებს რატომღაც თქვენსკენ მოსვლას. და უფრო მეტი ღია ურთიერთობით, აი უფრო მეტი გამჭვირვალე, თუ აქამდე გმალავდეთ დაუშვათ, ამის შემდეგ ესე ხალხში გამოგაჩენთ და უფრო მეტი სტაბილურობით. აი აქ შეიძლება უბრალოდ თუ იყო არჩევანი ამ ურთიერთობაში, ეს ადამიანი გააკეთებს არჩევანს, მაგრამ კიდევ ერთი ვიტყვი იმას დავაზუსტებ, რომ ყურადღების მისაქცევი არის ის, რომ არჩევანს მაინც საკუთარი თავიდან გამომდინარე აკეთებს. ანუ თავის თავზე მორგებულად აკეთებს მაინც არჩევანს. თუმცა ამ ურთიერთობაში ძალიან დიდი ტრანსფორმაცია ხდება, მეგობრებო. თუ ფიქრობთ, რომ ეს ურთიერთობა არის დასრულებული, თუ ვისაც გაქვთ ასეთი სიტუაცია, მოკლედ ეს ადამიანი აუცილებლად გამოვა კონტაქტზე, უფრო მეტი სტაბილურობით, ოღონდ თქვენ გირჩევთ იმის გამო, რომ მაინც თავის თავზე მორგებულად. ბევრი ფიქრის შემდეგ იფიქრა, რომ თქვენთან უკეთესია. აი ამიტომ. კიდევ ერთხელ ვიკითხავ, რას გრძნობს თქვენ ჩაფიქრებული პიროვნება? თქვენთან დაკავშირებით, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ. რას გრძნობს ეს ადამიანი თქვენს მიმართ? პირველ რიგში ვიტყვი, რომ ეს ადამიანი დეპრესიაშია, ჩვეულებრივად გულგატეხილი, განგმირული, არ ვიცი რა გავაკეთეთ. ძალიან ცუდად გრძნობს თავს და ეს ადამიანი ფიქრობს, რომ ყურეთ გაჩერებული გაქვთ სიტუაცია. აი აქ ეს ახლა რასაც ვიძახი, არის აუცილებლად დაპაუზებულ ურთიერთობაზე, სადაც ჯერ არაფერი არ დასრულებულა და გადაწყვეტს ეს ადამიანი პატარა ნაბიჯის გადმოდგმას, აი რაღაც მცდელობა ექნება საუბრის და საკმაოდ დიპლომატიურად წარიმართება თქვენი საუბარი და აი ამ საუბრის შემდეგ ზუსტად განულდება ყველაფერი, რის შემდეგაც თქვენ იგრძნობთ, რომ მის ცხოვრებაში მიხვდებით, ან გაგრძნობთ ეს პიროვნება, რომ მის ცხოვრებაში ხართ მთავარი ადამიანი, მთავარი ქალი, რომელთან ერთადაც უნდა ყოფნა, რომელიც არის მისთვის შეუცვლელი, რომელზეც ფიქრობს, რომ შეიძლება იყოს მისი შვილების დედა, ან უბრალოდ კარგი დედა ხართ და ამას ძალიან აფასებს თქვენში. ასევე აფასებს, რომ თქვენ ხართ ძალიან წარმატებული, გიყვართ წინსვლა, შეიძლება რაღაცას მართავთ კიდეც და ზოგადად მართველი პიროვნება ხართ, აი ეს რაღაც ძლიერი ქალი ხართ რა მის თვალში და ძალიან მოსწონს ეს ამავდროულად საკმაოდ ქალური და ამ სიძლიერის მიუხედავად რომ არ დაგეკარგავთ აი ეს თქვენი ქალურობა და სინაზე. ეს ყველაფერი ძალიან მოსწონს და აი ამ ყველაფერს აღმოაჩენთ თქვენ, რომ თურმე ამას გრძნობს თქვენს მიმართ, რომ თქვენ ხართ მის ცხოვრებაში მთავარი ადამიანი. აქ უყურეთ ემოციები და გრძნობები არ მომივიდა, მაგრამ ამომივიდა ის მთავარი, რაც ყველაზე მეტად საჭიროა. ძალიან გაფასებთ ეს ადამიანი. მშვენიერი, დაგემშვიდობებით ახლა მეგობრებო, ბედნიერ, წარმატებულ, ხვალინდელ დღეს გისურვებთ და დღევანდელი ღამე მშვიდი იყოს ყველა თქვენგანისთვის. დროებით.